და მე მთავარი რომ საჯარო სივრცე არ არის შეჭმული კერძოს მიერ. ქუჩაში, ტროტუარზე რომ დავდიოდით, არის უსაშველოდ არ არის რესტორნების და კაფეების წინ რაღაც გამოდგმული. ისედაც აი რაღაცნაირად უწყვეტი ტროტუარია. შეიძლება, რა ვიცი, ეგ კომფორტულია ფეხით როცა დადიხარ და მეორე მხრივ შეიძლება ნიშანია რომ რაღაცა გაჩერებულია ქალაქი, არ არის მშენებლობა და რაღაც არ ხდება, მაგრამ არ ვიცი, თბილისი არ არის საუკეთესო მაგალითი. რაღაცებს შევადარო, მაგრამ ეს უწყვეტობა, რომ ტროტუარია და მიდიხარ, არის. კი, გეთანხმები. რაც თბილისში ნებისმიერ ადგილას წარმოაკლია, რა ვიცი. გლდანში ვცხოვრობ, საბრძოლოზე ვმუშაობ, სადღაც მიდივარ, არსად არ მხდება რაღაც მწყობრი. წერეთელზე უნდა გადმოხვიდე რა უდიდესი ტროტუარი, აი იარე რამდენიც გინდა. აუცილებლად. დიდი მადლობა. და ბარემ რადგან ღირსშესანიშნაობებზე და ქალაქზე ვლაპარაკობთ, მე გირჩევთ, რომ თუ არ აპირებთ საერთოდ ერევანში წასვლას, წადით, მაინც და ფარაჯანოვის მუზეუმი ნახეთ. კი, მე მეორეჯერ სულ მცირე მაგიტოვარ ჩასასვლელი. ნამდვილად. კი, მე არ ვიყავი სასწავლო განცდა იყო და მოგვიყევი. არა, ესე მოსაყოლად ვერ მოგიყავით, არ ვიცი. უნდან მიხვიდეთ და დაათვალიეროთ. ძალიან სამწუხაროა, რომ არ გვაქვს თბილისში ფარაჯანოვის მუზეუმი. არ ვიცი. სამწუხაროზე უარესი სიტყვა რაღაც. არის. ისე რამე ინტერაქციული ნაწილი აქვს მუზეუმის თუ კლასიკური. ერთი რაღაცა მცირე ის იყო, იმიტომ რომ რაღაცები მიდიოდა, რაღაც ტექსტები და კადრები და ფილმი და რაღაცები ერთ ნაწილში. თუმცა დანარჩენი, ანუ ძირითადად არის კოლაჟები ფარაჯანოვის და გაგიჟდებით ისე მოგეწონებათ. გაოცდებით, გაგიჟდებით და გადაირებით. კი, მე ფოტოებზე გავგიჟდი, რაც ნახე და რეალურად მართლა. და ძალიან კაია, თან უბრალოდ მუზეუმში მუშაობდნენ, არ ვიცი რამდენი წლის ადამიანები, ძალიან ბევრის და ბილეთს რო ყიდულობდით. 10 წუთი ვყიდულობდით. ერთი ბილეთს 10 წუთი ვყიდულობდით, იმიტომ რომ ეს უსაყვარლესი ბაბუ ჯერ 5 წუთი მოდიოდა სკამამდე. მერე დაჯდა 1 წუთი დაჭირდა. მერე სანამ ეს ნელა გადმოიღო, თითო-თითე აკრიფა რაც უნდოდა. მერე ჩეკი, აი ზუსტად ამ ფორმატში იყო ბილეთების ყიდვის ფოტოპიოსის სცენა კონტაქტი. მაგარია. რაღაც მინდა და მეთქვა და გადაბმა ძალიან კარგი გამოვა და ზუსტად ამ მუზეუმში მე შემთხვევით წავეწყდი ერთ ქართველ გოგონას, ნინას. გამოველაპარაკე, მეთქი ვა ქართველი ხარ რაღაცა, წავედით დავიშალეთ და იმავე საღამოს ნინოს დაეჟინებული თხოვნით, წავედით იქაო კანდოსში რა. ეგრე დავასახელოთ. აქ თუ იცით კანდოსი როგორ გამოიყურება, ზუსტად იქაც ესე გამოიყურება, რომ ცოტა მიწის ქვეშ არის, ვიდრე აქ. კი. და უფრო პატარა სივრცეა, ვიდრე აქ. ან დაახლოებით იგივე რაც აქ რა. მაგრამ ერთ-ერთი კანონდოსია რა. ვიზუალით. კი. ვიზუალით კი. მუსიკით არის. ხო, ვიზუალით და შეიძლება ხალხითაც, იმიტომ რომ ხა კანდოში ბოლო დროსაც ვიყავი უფრო და უფრო როგორი ის არის, აი კანდოსის და ბასიანის ან ბასიანის მიქსია, ოღონდ როგორი იცი, აი რაღაცნაირი. არა, ბასიანისგან ძალიან შორს არის, რომ იცოდეთ, უბრალოდ იქ ისეთი ხალხი იყო, რომელიც თბილისში რომ ყოფილიყო, ბასიანზე წავიდა და იმ საღამოს აი რაღაც ბასიანზე სანამ წახარ პრეპარტისთვის რო შეივლი გახურდები. არა. აი ბასიანზე რომელი ხალხიც დადის, ეგეთ ზავედენიაში, პრეპარტიზე არ წავიდოდა. მაგრამ ბასიანზე როგორი ხალხიც დადის, ეგ ხალხი, ბასიანზე ვინც დადის, ეგენი რომ ერევანში ჩავლენ, აი მანდ რომ მივლენ ეგეთი ადგილია. ოკეი. არ ვიცი როგორ ახსენ და არა, თუ არა. გავიგე ძალიან შენი დაკვირვებაა და გავიგე. არა მაგ პრობლემა. მაგარი ვიხარ ისეთ მოკლედ რა. კარგი იყო. ვიცოკვეთ ძოლ-ძოლ მელოდიებზე ქართულებიც ჩაგვირთეს და გამოიცანით რომელი ქართული სიმღერა ჩაგვირთეს. რომელია ბოლო პერიოდის ჰიმნი, რომელი გასცემთ. და მოკლედ ისე მოხდა რომ რამდენი ქართველი ვიყავით უცებრი? ჩვენ ხო 3 ვიყავით და კიდე 3 ვნახეთ. 4. 4. მე 4 მერე მოვიდა. ხო. მაგრამ ხო ნუ. ხო 4. ის 3 იყვნენ და ის ბიჭი მოვიდა მერე მე 4. 4 ქართველი ვნახეთ და მოკლედ რა ვიცი, თითქოს ვიღაც იტყვის, რომ აი წავიდნენ ქვეყანაში აქ რა ამბები დატოვეს, მაგრამ ეგ ამბები იქაც დაგვეწია. იქაც ისეთ ხალხს გადავეკვეთეთ ამ ქვეყნიდან რავი. დაზარალებულ, დაზიანებულს და იქაც ამაზე მოვთქვამდით, აი ბარში ყველა რო ერთობა და მხიარულობს და ასე შემდეგ, ნუ ჩვენც გავერთეთ, მაგრამ ეს ერთიანი ნაწილიც ქონდა, რომ მაინც ორლეოლას სიმღერა გიწევს, სადაც არ უნდა იყო. მარტო ქვეყანა არ იტანჯება რა, ქვეყანა რო იტანჯება, იქ ხალხიც იტანჯება და რაც არ უნდა წახვიდე, მაინც თან გდევს ეგ. და ჩვენი საუბარი ახლა დეტალებში არ შევალთ. მაგრამ ეგრე იყო, ძალიან. ახლაც სევდა მომაწვა, მაგრამ ხო, ძალიან სამწუხაროა უსამართლოდ რო გიწევს. უსამართლობასთან შეჯახება რო გიწევს ჯამში. სასამართლოს პირობებში. სასამართლოს პირობებში. ულყიები მეციხილებიან რაღაც. მაგრამ მაინც ჯამში კეთილგანწყობილია რა არ არიან ეს. ხო, ვიღაც occasional გიჟები რომ მანქანით დარბიან ეგ არის ხდება. არა, მაგას არ გულისხმობ, მაგრამ ეგ ძალიან საერთო ფენომენი გვაქვს როგორც აღმოჩნდა.
მაგრამ მართლა რო დადიხარ რაღაცნაირად ძალიან უსაფრთხოდ მიაბიჭებ შენთვის რა, ანუ არ არის ირგვლივ ეგ აგრესია და იცი რაღაც. მგონი ტურისტი რა. სიუცხოვის განცდა რო არ ქონია, მაგიტომ ნახე, სადღაც რო ხდები, ეს სიუცხოვე ხო აი რადიკალურად განსხვავებულ ადგილას. ესე ახსნედი ჭეშმარიტებას კი არ ვაღადებ, უბრალოდ ესე ახსნედი, რომ პირობითად ჩახვედი, რა ვიცი, ავსტრიაში. იქაც შეიძლება უსაფრთხოება იყოს, მაგრამ უცხოა ყველანაირი მოწყობა. და ეს სიუცხოვე კი არ გეშინია, მაგრამ შეიძლება. ცოტა შფოთვას გმატებს, რომ უბრალოდ უცხოა ამის გამო და სომხეთში ძალიან ნაცნობი იყო ყველაფერი. არა? შეიძლება. და ეს რაღაც ნაცნობმა გარემომ მოიტანა, ეგ შეგრძნებათ თქო ვიფიქრეთ, რომ ხარ რისერჩიც არ გამიკეთებია სომხეთის პირიქითი გაგორთხილეს, რომ 12-ის მერე მაინც და მაინც არიაროთ გარეთო, მაგრამ ისეთთან ნიშანდობლივ იყო 12-ის მერე, ბევრი გოგოც რა შეგვეწია გარეთ. ეგეც ვთქვა. ჩვენ ცხოვრას ამბობ ყოველდღე 12-ის მერე გარეთ. ახლა სამჯერ ვიყავით 5 დღიდან. აქ და ზოგადად ბევრი ხალხიც არ დადიოდა 12-ის მერე ქუჩაში. არ დადიოდნენ და ვიყავით ცენტრალურ ადგილასთან და წესით ახლა მაგ დროს თბილისში, მაგრამ მგონი პირველად მეტი ხალხი და. აი რომ მოვდიოდით ხამე და ქართულად რო ვლაპარაკობდით ის კაცი რო გამოგველაპარაკა. აი საქართველოს ეგრე არ გამოგველაპარაკებოდნენ, აი რაღაცნაირად. მოდი ესე ვთქვათ, რომ საქართველოში ესე სომეხს შეიძლება არ გამოვაპარაკებოდნენ? მაგრამ არ მგონია, იცი, ჩვენთან რო სამფურის ჟღერდა ძალიან ბუნებრივია და შეიძლება იქ ბევრი ქართული არ ჟღერს. და მაგიტომ იქცია ყურადღება. თან ახლა ხო ჩვენ ჩავედით გამანადგურებელი მატჩი შემდეგ და ეს კიდე ალბათ მაგანაც დაადრიგა. მაგრამ იცი რა, აი ძალიან და გაიგო რომ ქართულად ვლაპარაკობთ, საყვარლად გამოგველაპარაკა. რაღაცა გვითხრა მე თბილისში დავიბადე, ფეხბურთზე გაიღადა და აი ძალიან მშვიდად დაგემშვიდობა და წავიდა. კულტურულად ჩამოგშვერდა ხო? აი თბილისში ეგრე რომ გამოგველაპარაკოს, ვინმე უნდა იფიქრო რომ ეხლა სახლის კარამდე აგეკიდება, თუ დილასაც იქ დაგხვდება. თანასვამი იყო ხო ცოტა, მაგრამ აი არ ვიცი ეხლა საკმაოდ გვიანი იყო. და ბარები იყო იმ ქუჩაზე და დიდი ალბათობით დასვამი. მაგრამ ხო, ეგ ჟესტი ნამდვილად ის იყო რა. თავი ისე შეეწუხებულად არ მიგრძნია ერთ-ერთი წამი. მაგას ვამბობ. ჩვენი უდიდესი რეკომენდაციები ერევანში ვიზიტს, მოკლედ მე ისე შევეჯამებდი ამ ამბავს, იმიტომ რომ კაია. ისე გზაში რამდენი ხანი დავხარჯეთ? 4 საათი, 5 საათი. ესეც იმ შემთხვევაში თუ დიდი რიგი არ იქნა საბაჟოზე. გზაზე რეკომენდაციას არ ვიწევ, ძალიან ცუდია, ყველაფერი უშნო, არაფერი ლამაზი არ არის. ხო, საშინელებაა. შეიძლება ახლა უკვე ბალახი რო წამოსული მწვანე იყოს, მაგრამ ჩვენ წავედით თოვლიანი იყო და კოშმარი. უკანა გზაზე, რა ვიცი, ეს არარატი დავინახე და რა. ხო, ეს არარატი, მაგრამ ისე აი წარმოიდგინე ერთი რომ რაღაცა მისტერია რომ მათი იყო, მოგონ როდის და მეორეც ერთი თან არ იყოს შენს ცხოვრებაში ძნელი, იმიტომ რომ თავზე ადგას თელ სომხეთს და ბუნებრივია გაიხედავ გამოიხედავ არარატია და ძალიან ძნელია თავი აარიდო და ამიტომ ყველაფერი რა ვიცი კონიაკი არარატი, სიგარეტი, ყველი, ყველზეც ეწერა, ყველაფერს. ხო, ყველაფერს მოკლედ რა არარატი, სიმღერა მარშრუტკაში რო ვისმენდით. ახალრატი, რაღაცა რო იყო. კი. ой, სამხური ცეკვარები სწავლეთ. ნინო მისწავლა. მე ერთი მოძრაობაც არ მახსოვს, თავიდან, მაგრამ აღარ მახსოვს და ამიტომ. მე ვიცი ხა, ხარ ვიცეკვა. არა. ცეკვის ელემენტები შემდეგ სხვა გადაცემაში შევერთოთ. კარგი იყო რა. შეიძლება კარგ მოგზაურობას ისიც განაპირობებს ხოლმე, რომ იქ თუ ხდება ვინმე ადგილობრივი გიდივით, ვინც გიგეუბნება, გიზიარებს, რაღაცაც დაინახე, იმის უკან გილიხმება და გეუბნებიან, შეიძლება ეგეც უფრო საინტერესოს ხდიდეს, იმიტომ რომ არც ერთ ქვეყანაში არ ყოფილა რაღაც ადგილობრივთან ერთად რომ ეთქვა რა გამომყოლო და არც ოფიციალური გიდი და არც არაოფიციალური და შეიძლება რაღაცა არის. შეიძლება. მაგაშიც სიამოვნება, ხო? ესე დაუსრულებელია. არა, სომხეთის ამბები დავასრულებთ. და რადგან სომხეთის ამბები რამე ცუც არ ყვებით. ცუც რა, უსიამოვნოს. მეტროში არ ყოფილვარ მე, შევიყავი რა ხდებოდა. ჩვენზე ძველმოდური მეტროა, სისუფთავე ისევ და ისევ, ანუ სისუფთავე. ხალხი ძალიან ცოტა იყო და ვიდეოს ვიღებდი და სამწუხაროდ კი დამაჯარიმეს და ტელეფონი წამართვეს, იმიტომ რომ ვიღაც კაცმა პატრული აქ არ ყოთ. ვიღაც კაცმა პოლიციელთან ჩამიშორო ეს ვიდეოებს იღებსო და მე წამაშლევინეს რაც გადავიღე. აქო ტოულები ხანდახან თავს აფარებენ და არ შეიძლება გადაღებაო. ხო და ეგ. ანუ ჩვეულებრივი მეტრო იყო. უფრო ძველი სტილის, ვიდრე ვაგონები, ანუ უფრო მოძველებული, ვიდრე ჩვენი. მაგრამ კიდევ ერთხელ სისუფთავე იყო. ძალიან სისუფთავე იყო. სხვა უარყოფითი რა შეიძლება რომ ვთქვათ. რავი, ჩემთვის, ანუ ხა რეკომენდაცია კი მოგეთით და კი გითხარით, მაგრამ ცოტა სიცოცხლე აკლია ერევანს რაღაცნაირად. ხო, ჩვენ ცოტა სხვა სიცოცხლე არ არის ქალაქში. სხვა ტალღას ვარც მიჩვეული აქ. აქ ახლა გაბმული სიგნალი თუ არის მის და გინება და გადადის ზოლში, ისე ვერ გრძნობს ქალაქს და კებილია ეგეც თავისებური. იქაც კაი გიჟისაწობი იყო, ერთი ორგან და გიჟი მოძრაობა და გაგორთხილეს რომ მაგან არ ჩამოხვიდეთ და თავად არ მართოთ გირჩევთო.
მეთქი ვისეუბნებით თბილისში ვცხოვრობთ, მაგრამ კიკაკოლი რისკები ნამდვილად აქ იქ მართვასაც. ვერ ვიხსენებ ვერაფერს უარყოფის და გამახსენე თუ რამეზე ვიწუწუნე და აღარ მახსოვს. მე ვიტყოდი ერთს უარყოფის. საყვარელ ვარცხნილობას სომეხი კაცები. რომელიც ძალიან ძნელია თვალში არ მოგხვდეს ეს ეგრეთებული ჩოლკა ხო იგივე წინამო. არ ვიცი აი მეთქი ერთი სტილისტი ყავს თელსოფტებს, ერთი მოდა აი ყველასთან ძალიან საგრძნობია. საბაჟოს ხაზი და რომ დაიწყო ეს ძალიან მკვეთრად დალაგებული წინათლები. არ დამთავრებულა. სამწაბების ლამინირებას როგორც აკეთებენ ჩვენთან, იქ ეთყობა ეგრე არის ჩოლკის ლამინირება, რომ და თითოეული აი დაახლოებით ეგეთ ლუქზე იყო, რომ აი ლამინირებული და მაგასთან კომბინაციაში პლუს გადაბული წარბებიც. ხო, არ ვიცი, მართლა ეხა ჩემი ესთეტიკისთვის არ არის ეს სიამოვნო, მაგრამ გემოვნებაზე არ დაობენო იტყვიან და ფაქტია. კულტურულად შეიძლება რაღაცა ჩვენ გვაქვს ისეთი სტილის და გარეგნობის მახასიათებელი სხვას ეცინება, მაგრამ ნუ აი რაღაცნაირი სასაცილო იყო რა. შეიძლება ის, ხო, არ ვიცი მოკლედ, სასაცილო იყო რა და ძალიან შესამჩნევი იყო. დავიხა. მე მაგას ვიწახდი გადაბული წარბები თქვა, მე ბენი ბლანკო გამიხდა აქეთ სტარი და დავიბენი. მეც მოვუშვა. აი ახლა ვერ ხედავთ, მაგრამ მე ცოტა მაქვს. მაგასი გავლენა. კაი, გააგრძელე ეგ. ნახოთ სანამდე მიყო. კარგი. მაგრამ აი იმ მიზერი არის ეგ ხა პირიქით ნახე როგორ გაგახალისა ეგ რა უარყოფითია. იხალისე. რა უარყოფითია? ხო, იხალისე. ლამაზი ბიჭებიც არ ყოფილან ალბათ. რომ ვერც ვერ უხდიან. და გოქრაში ვერავინ. ძალიან ლამაზები და მოწესრიგებულები იმენა სუპერ. აი, მომხდენ თვალში კი. ძალიან მოწესრიგებული სომეხი ქალები, ძალიან ლამაზები. ძალიან კოხტები, რავი. თვალს წიამოვნებთ რა. დადიოდი აი გაღიმებული დადიოდი აი ესე ამაყად. და არ ვიცი. ხადა იყო გემრიელი კი. რომელიც მე არ მიჭამია კვანცამ ჭამა, მაგრამ გემრიელი. ჩაულებრივი კაი ხადა იყო. კი. ნორმალური. ზე კარგი. ჩავიხედოთ თუ შეიძლება ჩვენს სცენარში რაიმე ხომ არ გამოგრჩა და ყვავიწყდა, არც ერთი ნოუთი არ მაქვს. ჩვენს სცენარში წესით ახლა უნდა იყოს, ისე ის იღებს ამ ხა მხელას. დავჩეკო? მიდი და მე ამოჩეკ ამას. აი, იდეც 33 წუთია. ძალიან ბევრია, всё, მოვრჩით. ზოდი ის რუბრიკა 2. ეს მინდა გაჩვენოთ ასევე დამოვიწყდა, რომ აი ეს არის სომხური წყალი. რომელშიც 2 ლარი გადავიხადე. რომელიც ამოთლის ამოსაღება კაფეში შევედით, წყალი შეუკვეთა, რომ აი ასეთი თავსახურით რომ ბოთლით, ამ ბოთლით რომ მომიტანოთ და მოიტანა. მოიტანა მინტანა. ჩიკაში დავსა, კერა, სამივეს დაგვისხა. აიღო ბოთლი გადააგდო, ისე რომ კვანცა გონზე ვერ მოვიდა. შეჩერდიც ვერ უთხრა. ეს იყო ყველაზე კარგი გამოცდილება. მაგრამ არ დავნებდი და ვიყიდე კიდევ 2. ოლ შიშაგირიათ იყიდოთ და სხვა მაღაზიაში წყალკან. საუკეთესო წყალი. საუკეთესო წყალი. დავასრულოთ მოკლედ, ეს არის ჩვენი ეპიზოდის დასასრული და შემდეგ ეპიზოდებში გვექნება რაღაც საინტერესო რუბრიკები, როგორც არის საინტერესო ფაქტები, ყველაზე არასაინტერესო და გამოუსადეგარი ფაქტები, რაც შეგვიძლია რომ მოვიწიოთ და დიდო ფაქტი ჩვენს შესახებ. ან რამე ამდაგვარი. დაგიბრუნდებით კვირაში ერთხელ. ეს არის დაპირება, ანუ რომელსაც ჩემ ფიცე. იმედი არ ვიცი ვღალატ. როგორ უნდა ჩემ ფიცე. ჩემ ფიცე. ოკეი, კარგად. კარგად.